გავაგრძელებდეთ ჩვენს კონცერტს. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც გვერდში დაგვიდგა და დაგვეხმარა. დიდი მადლობა თბილისის მერიას, რომლის თანადგომის გარეშე საახალწლო იუმორინა ნამდვილად ვერ ჩატარდებოდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს მუდმივ და საიმედო პარტნიორს, ტელეკომპანია იმედს. დიდი მადლობა ჩვენი მშობლიური მარჯანიშვილის თეატრის დირექციას. მადლობა რადიოებს ფორტუნასა და არ დაიდარდოს. განსაკუთრებული სიხარულით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კონცერტის შემდეგი მონაწილე, რომელმაც ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ამ რამოდენიმე ხნის წინ სერიოზულად შეგვაშინა მისი მეგობრები. მოხვდა რეანიმაციაში და როგორც თვითონ ამბობს, ცალი-თვალით მიღმა სამყაროშიც კი შეიჭვრიტა. მაგრამ ჩვენ დასაბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეთყობა იქ ზევით გადაწყვიტეს ჯერ ამას ბევრი კონცერტი აქვს ჩასატარებელი, რათა მრავალი სიხარული მიანიჭოს თავის მაყურებელსო და უკან დააბრუნეს. თქვენთვის და ჩვენთვის ერთნაირად საყვარელი, ცნობილი პაროდისტი და იურისტი, ბატონი მერაბ სიჭინავა. საღამოშიდოვის ათვირფასო მეგობრებო, დამტეკ ახალ წელს მოგილოცავთ ყველას, ბედნიერებას, სიკეთეს, სიხარულს, სიყვარულს და რაც მთავარია, ჯანმრთელობას. ჯანმრთელობას გისურვებთ. ასე ყოფილა, სანამ არაფერი გვტკივა, არ ვიცით ჯანმრთელობის ფასი. ტყუილად კი არ ამბობენ, ჯანმრთელს ყველაფერი უნდა, ავატყობს მხოლოდ ჯანმრთელობა. მართალია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ეხლავე მოგიყვებით ჩემს ამბავს, რომელსაც დავარქვი პაროდისტი გვირაბში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავის შეუძლოდ ვიგზენი და გადავწყვიტე საავადმყოფოში წასვლა. სანამ იქამდე მივედი, შეუძლოდ კი არა, მთლად შეუძლებლად გავხდი. წამსკდა სისხლი ცხვირიდან, პირიდან, ყურებიდან და რა ვიცი კიდევ საიდან წამსკდებოდა დროზე რო არ მიმესწრო. ასე აღმოჩნდი მეცხრე საავადმყოფოში. წნევა მქონია სასწაულად მაღალი. მოკლედ ისე დღეში ვარ, რომ დავაცემინო, სიცოცხლეო ვერავინ მისურვებს. არ არიან დარწმუნებული. ეხლა თან გულში კი ვფიქრობ, მეცხრეში ვარ, კარგი ციფრია, დოლიზის 9-ში ვთხოვრობ, მანქანის ნომერი 009 2009 წელია, ჩემი ქალიშვილი ნადუკა 9-შია დაბადებული და ეგება გავარდ კაცხრიანში მეთქი. დაურეკე მიშას. არა, მიშას არა, ჩემს მეგობარს, რომელიც აწუყე ყოფილი ქირურგია. სხვებს კი აძლევს რჩევებს, მაგრამ კურნალობით, მხოლოდ საკუთარ თავს მკურნალობს. წერა კითხვა ბოთლის იარლიყებზე აქვს ნასწავლი. თან სულ მთვრალია. იმართილებდა მისი მეუღლე რუსიკო. მერა შემოგევლე ბიჭო, ხო იცი როგორც მასავით მიყვარხარ. მერა განები ბატლოს დავითორე დააღუბავს იქშენ, ისე როგორც მე დააღუბა ჩემო მერა. ისე აგიხდეთ ყველაფერი. მიმღებში ექიმებმა არქა სასწრაფო დაადეთ ყინულები ცხვირზე, შუბზე და კისერზე. მე ვთხოვე ამ ეტაპზე იქნებ გვერდებზე დადებისგან თავი შეიკავოთ მეთქი რა. და ცივა. მაისურის სისხლით ამაქვს მოსრული. ვერ ვაჩერებთ სისხლდენას. ექიმმა ქალბატონმა იზოლდამ სასწრაფოდ გამიკეთა ტამპონები ცხვირში, პირის ღრუში და მიშას თქვა. დამეხმარი იქნებ ტამპონები დიდით აუკრავო. ეს მიშა ისეთი მთვრალია, ცხვირის მაგივრად ყბისაკვრა დამიწყო. მანცელი შეუხრო ჯირსოს ხელი ვერ მეთქი ამოვილუყლოყე. ვერცე მყოფი ქალბატონის სანიტარი მამშვიდებს, ასე ვთქვათ, მანუგეშებს. არი ნერვიულო შვილო დაწყნარდი, მალეზებით ახლა და შვებასაც იგრძნობო. თორმე მესამე სართულს გულისხმობს, მე ზეცაში წარმოვიდინე. აქეთ გული მიწყდება, იქით ვენა. გონი ახლაც ამბაგზნება. მოკლედ, მორჩა ეს სამედიცინო პროცედურა ამომი ტამპონეს, რაც შეიძლებოდა ყველაფერი და დამსვეს გამომზადეს ეტლზე წასაყვანად. ხო, მომაწახეს ბატონო მერაბ, რამდენი წლის ბრძანდებითო, იქ ანკეტური მონაცემების შევსებისას და ბრძანების რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ გადავრჩი 44-ის ვიქნები და 1-4-იანსაც თუ მიამატებთ, პარემ ჩემი მაქთის მობილურზე ანგარიშსაც გაიგებთ მეთქი. ვითომ იხტიბარს არ ვიტეხ და ვღადაობ რა. არა და სახელი და გვარი ვერ დარჩი. როზი ვარ ეხლა ამ მეტრზე, ეს ამ სისხლიანი მაისურით, გულხელ დაკრეფილი, ყურებ ჩამოყრილი, ეს ბიშა კვდება სიცილით. მიუტრია, ეგეცი, ეს შემთხვევით გაჩენილა მიუტრია. ძიჭი, კეფიცები რა. აი, ერთი გევხარ შევარდნაზეს ტერაქტის შემდეგ.
დაამალებ ეკასუთავი ჩემი გაჭირვებას ყოფილს სახში მინდა სახში ამახრიგინეს ზევით მერე პალატაში გამიკეთეს ნემსები და ნუ ნახევრად ძილბურანში ვარ რა პერიოდულად მოდიან მნახველები მოვიდა ამ მიშას მძახალი 100 კილა ესეც მაგრად უკურნალობს ყოველდღე და წითელი არის და იმიტომაც ეძახიან 100 კილას მისი მე ისინი მე როგორ ინგი სიმია ეგეც ვიდეო ისე ამას ავარ კოფი გიარა კარგად კოფი ვერ ზოგჯერ რას ლაპარაკობს თუ არ დააწერინე რა უნდა შანსი არ არის გაიგო ჩამაწივდა სამწყობაში ისა ფესქონაძე თურმე მეკითხება ფეხს ხო არ ათრევო ალბათ ვიფიქრე ინსულტი ხო არა აქვს შენს მერებას ვიფიქრე თელი ცხოვრება ვიღაცებს ვათებ და რა ისე მოკვდები საკუთარი ფეხები ვეღარ გავათრიო მე მოკლედ ამ ფიქრებში ვარ და ფაქტიურად ეს ძლიერ მოქმედი წამლები თავისას შევა და ფაქტიურად ვარ გათიშული ვიცი რომ ასე დროს გვირაბში გადიან ხოლმე გვირაბის ბოლოში სინათლეც უნდა გამოჩნდეს მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი არ ჩანს არა ეხლა რაღაც ბინდბუნჩიკი მოსჩანს მაგრამ აი რა მოსჩანს ვინ მოსჩანს ვერ ვარჩევ უცებ ვიღაც წელში მოხრილი ლანდი გამოჩნდეს მეკითხები რა ხდება მეთქი არაფერი სადმა ფერი მეუბედოს გრაფიკს გიდგენთ მეთქი აქაც თუ გრაფიკი ტრენინგი და კასტინგებია ჯობია არ შევიდე მაგვირაბში არ მინდა გვირაბში არ ფინიში არა მარა გეკითხება ვინმე ანა მონარჩევებზე რა ვქნა არა და პაროდიის უნარი ჩვევაში მაგადასული ვეი თუ ამან მომატეხინოს კისერიდან ცხვირია სისხლის მაგივრად სულ ზმარი მადინო ცხვირიდან როგორც კი წასული მსახიობები გაიგებენ პაროდისტი სიჭინავა მოვიდაო რაც მე ამათი პაროდია გამიკეთებია და იქ სამსჯავროზე დამხვდა ვინმე ნაწყენი ვა სიჭინავა თუ დღეში ვარ და ამ ფიქრში ვაივიში და გოდებაში სპარტაკ ბაღაშვილის ლანდი დამადგა თავზე დაახლე და ზეწარს და სისხლი პაროდისტმა მოგჭამა ჭირი აი კანკალე შენ სიკვდილის რაღისი ხარ და ჩაიარა შენ აქ საიდან გაჩნდი აქ რა მოგიყვანა შემადლიანო შენა როგორ გაგვაშარჟე ყველა პაროდისტო აფერისტო სლუში ერამდენი ხმები მოგიპარავს და მიგიტაცნია დარხნიშვილო შენა არა ვარ პატრონო მე ის კაცი გოდიში და თუ გადავჩი მეც აღარ ვიზამთრე ამდენი მუქარის შემდეგ უცებ ისეთი თბილი და სასიამოვნო ხმა მომესმა შენი ჭირინე ბებია შენი მოხვედი ხონელა მოდი ბებია ჩემთან ილარიონა ბრუციანო მეიშჩორე მაი კურცხალი თვალიდან და დანტიე მარტო ცენზური კელასთან სენი ჭირინე ზური გელა ჩემოხა სიჭინავა მაგიდა ახალწლამდე მიატანს თუ არა მაგით საკითხავია დელავო აქანები მისთვის ვერაბია სიჭინავა ჩვენი პაროდისტი რა მოგიკარჯე კავერაკისენ წიდიგით პაშალბა დურაკ უხადიტი ვან მოურავო აღარ ვიდი შენი პრესამი და რას მიბძარებ შენი ჭირიმე შენს რაღა ბაიგუში ვიდამგარხარ ადექი და გაათრიე აი ასე ძალით გამომათრიეს ამ გვირავიდან ღმერთმა უშველოდ იქით წასულებს აგეთ ექიმებს რომ მომეცას საშუალება ეს თქვენ წინაშე გამოსვლის ასე რომ ჯერ ჯანმრთელობას ისევ და ისევ ჯანმრთელობას და მე 1000%-იან ბედნიერებას გისურვებ გაიხარეთ მრავალ ახალ წელს